150-მდე დევნილი ოჯახი კვლავ დირსის დასახლებაში რჩება. რა ვითარებაა ადგილზე? იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და მოსამართლეთა ასოციაციის წარმომადგენლების პოზიცია. შეხვედრა ვენეციის კომისიის წევრებთან. ჟენევის მოლაპარაკებების 47-მე რაუნდი. რა საკითხებს დააყენებს ქართული მხარე დღევანდელ შეხვედრაზე? მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მოამბეს 12 საათზე სტუდიაში ლიზა ციკლაური მუშაობს. როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა და რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან კონკრეტულმა უწყებებმა. ჭავჭავაძეზე მომხდარ ტრაგედიაზე, ასევე მიმდინარე აქციებსა და დაპირისპირებაზე ჯანდაცვის მინისტრი საუბრობს. დავით სერგენკომ იმ პრევენციულ ღონისძიებების აუცილებლობაზე ისაუბრა, რომლის შედეგადაც უნდა შემცირდეს მსგავსი ტრაგიკული შემთხვევების სტატისტიკური მაჩვენებელი და ადამიანები უნდა იყვნენ დაცულნი. გენო სიყმაშვილს ჩართავთ ახლა პირდაპირ ეთერში. გენო, გისმენთ. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგენკომ ცხადდა პირველ რიგში შეაფასა მომხდარი და მას ტრაგედია უწოდა და განაცხადა, რომ ეს არის შემთხვევა, რომელიც არ უნდა მომხდარიყო, თუმცა ამავე დროს მან იმედი გამოთქვა, რომ ამ შემთხვევის ძალიან სწრაფად გამოძიება მოხდება იმისთვის, რომ სწორედ ამ შემთხვევიდან გამომდინარე გარკვეული პრევენციული ღონისძიებები დაიგეგმოს და გაიწეროს, თუნდაც იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი აღარ განმეორდეს. თუმცა დავით სერგენკო აცხადებს, რომ აქ არ შეიძლება მხოლოდ ერთი სამსახურის გაძლიერებაზე იყოს საუბარი, მაგალითად შრომითი ინსპექციის გაძლიერებაზე. ის ამბობს, რომ შრომითი ინსპექცია ისედაც არის გაძლიერებული, თუმცა აქ უნდა იყოს უფრო კომპლექსური მიდგომა, მაგალითად შრომითი ინსპექციის გაძლიერებასთან ერთად ასევე ეკონომიკის სამინისტროს მიერ შესაბამისი CP-ის მიერ დაწერილი რეგლამენტები და საკანონმდებლო ბაზა უნდა იყოს გამკაცრებული, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან ზედამხედველობა უნდა იყოს გაზრდილი და დავით სერგენკო გამოყოფს, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ასევე უნდა აიღოს კომპანიებმა, რომლებსაც ყავთ დასაქმებულები, სწორედ აი ამ ნაწილში კომპანიის პასუხისმგებლობასაც გამოყოფს სერგენკო და აცხადებს, რომ კომპანიებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ მათ ისინი კანონის შესაბამისად არ დაიცავენ უსაფრთხოებას საკუთარ ობიექტებზე, ისინი დაისჯებიან ამის გამო. უმნიშვნელოვანესია, რომ უმოკლეს ვადებში გავიგოთ რეალური მიზეზები, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. შრომის უსაფრთხოებას განსაზღვრავს 4 ფაქტორი. ეს 4 ფაქტორი არის შრომის ინსპექცია საკუთრივ, რომელიც ამოწმებს სისტემური ხარვეზის არსებობა. მეორე, ეს არის ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სამსახური, რომელიც აწესებს ტექნიკურ ნორმატივებს. მესამე, ეს არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურები და მეოთხე, ეს არის საკუთრივ კომპანიების შრომითი უსაფრთხოების სამსახურები. რა გაკეთდა ამ მხრივ ამ 4 ფაქტორის მოსაგვარებლად? რაც შეეხება უშუალოდ აქციებს, რომელიც ჭავჭავაძის 5 ნომერში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ მიმდინარეობს და აქციის მონაწილეები ითხოვენ ხელისუფლების, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას. ჩვენ ეს კითხვა გვინდოდა დაგვესვა ქალაქის მერისთვის, თუმცა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ოდნავ მოგვიანებით დღესვე გააკეთებს კომენტარს, თუმცა ამ მომენტში მან კომენტარი ამაზე არ გააკეთა. შესაბამისად, დღის განმავლობაში სავარაუდოდ კახა კალაძე გამოიხმაურება აქციის მონაწილეების მოთხოვნებს. მადლობა, გენო სიყმაშვილი იყო პირდაპირ ეთერში. ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაკავებული 6-ვე პირი გვიან ღამით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, როდის ჩაინიშნება მათი სასამართლო პროცესი ჯერ უცნობია. გამოძიება მათ სამართალდამცველების მიმართ დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიკნობას ედავება. პოლიციის განყოფილებასთან მივიდნენ წუხელ აქციის ის მონაწილეებიც, რომლებიც მანამდე ჭავჭავაძის გამზირზე იყვნენ შეკრებილები და შრომის უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას ითხოვდნენ. დაკავებულები ვაკე საბურჯალოს პირველ განყოფილებაში სახალხო დამცველმაც მოინახულა. მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ჩემი ინფორმაციით მიმდინარეობს პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა იმის გამო, რომ ისინი ცდილობდნენ გზის გადაკეტვას და აი ამ დროს არ დაემორჩილნენ პოლიციის მითითებას. მე მგონი ყველამ ნახა ის კადრები, როგორც მოხდა ეს და სასამართლოში გაგრძელდება ეს საქმე, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო ვერ დაიცავს მკვლელებს და კედელი ვერ დამალავს დანაშაულის ადგილს. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ეს აქცია რაღაცა მესიჯს მეიტანს ხელისუფლებასთან, უკვე სათვალავი აგვერია მე რამდენი მუშამშრომელი გარდაიცვალა თავის სამუშაო ადგილას იმის გამო, რომ
სახელმწიფო ქართული ოცნება ვერ ახერხებს მინიმალურად აუცილებელი უსაფრთხოების ნორმებით დანერგოს სამუშაო ადგილზე. პროტესტი თავდაპირველად მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიწყო შეკრებილმა მონაწილეებმა შრომითი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საპარლამენტო კომიტეტის შექმნა და ასევე მერის მიერ დედაქალაქში ყველა მიმდინარე მშენებლობის დაუყოვნებლივ შემოწმება მოითხოვეს. მოგვიანებით შეკრებილებმა იმ მშენებარე ობიექტთან გადაინაცვლეს, სადაც 31 მარტს მომხდარ ტრაგედიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჭავჭავაძის გამზირზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პროტესტის მონაწილეებმა გზის გადაკეტვას სცადეს, რის უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა შენობის ფასადიც დააზიანა. უკვე მოგვიანებით კი აქცია სკახაკალაძეს სახლთან რამიშვილის ქუჩაზე გაგრძელდა. დედაქალაქის მერის შეთავაზება, რომ აქციის მონაწილეებს შეხვდებოდა და იმ ღონისძიებებს გააცნობდა, რასაც თბილისის მთავრობა შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით ახორციელებს, დემონსტრანტებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. საპროტესტო გამოსვლები თბილისში დღესაც გაგრძელდება. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება, ადამიანები ცოცხლად არ უნდა იმარხებოდნენ დღეს სახელმწიფოში, რომელიც არ იცავს ადამიანს, როგორც მის მთავარ ღირებულებას, ადამიანები კვდებიან, იღუპებიან და იმარხებიან ცოცხლად. სიღარიბემ შეჭამა ქართული სახელმწიფო, დღეს მოქალაქეები კვდებით მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ გვჭირდება შრომა და შრომის ღირსეული ანაზღაურება. ჩვენ ვიწევთ ყველას, ჩვენ ვიწევთ ტაქსის მძღოლებს, ჩვენ ვიწევთ იპოთეკით დაზარალებულებს, ჩვენ ვიწევთ სხვადასხვა დევნილებს, რომლებიც შეჭრილები არიან სხვადასხვა შენობებში და ჩვენ ვიწევთ ყველა ამ ადამიანს და ყველამ ერთად დავაანონსოთ მოძრაობა, სახალხო მოძრაობა, რომელიც იბრძოლებს ხალხის უფლებებისთვის. ამ ფაქტზე ცალსახად ეკისრება პასუხისგებლობა ეკონომიკის მინისტრს კონკრეტულად მშენებლობებზე, რომელიც გასულია კონტროლის მიღმა და აუცილებლად სერგეენკოს, რომელიც ცდილობს, რომ გამოვიდეს ვითარებიდან სუფთა ხელებით. თითქოს მას შრომასთან დაკავშირებით, სამართლიან შრომის პირობებთან დაკავშირებით საერთოდ არაფერი არ ეკითხება. სერგეენკო პირველ რიგში უნდა იყოს აქ. ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით ვაკე საბურთალოს პოლიციის სამმართველოში კომპანია ტრანსმშენის ქვეკონტრაქტორი კომპანია ხიმიჩ სერვისორის დირექტორი გამოიკითხა. ადვოკატის განმარტებით გამოიკვეთა, რომ შემთხვევის ადგილზე გამაგრებითი სამუშაოები არასაკმარისი იყო. შეგახსენებთ, რომ თბილისის ცენტრში მიმდინარე მშენებლობაზე მიწა ჩამოიშალა და რის შედეგადაც 2 მუშა გარდაიცვალა. კვლავ დაძაბულია ვითარება დირსის დასახლებაში, სადაც უკვე მეოთხე დღეა 150-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი კომპლექსის ნაწილი აქვს დაკავებული. ისინი ბინებით უზრუნველყოფას მოითხოვენ. ადგილზე საპატრულო პოლიციაც იმყოფება, შეთანხმება მხარეებს შორის ჯერჯერობით ვერ ხერხდება. გვანცა გავაშელი მუშაობს თემაზე, რომელსაც ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. გვანცა, რა ვითარება ამ დროისთვის და რასაც ხადებენ ადგილზე მყოფი მხარეები, თუნდაც პოლიციის მხრიდან, თუნდაც ის ადამიანები, რომლებიც არიან კორპუსში გამაგრებულები ამ დროისთვის. ისა პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ საცხოვრებელ კომპლექს დირში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა დღეს პირველად კომპანიის დირექტორი ბესო ჯიქურაულის განცხადებით, საცხოვრებელი მათი საკუთრებიდან დევნილების გამოყვანაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები არიან და შესაბამისი თხოვნით სპეციალურად უკვე მიმართეს სამინისტროებს კომპანიის წარმომადგენლებმა. ბესო ჯიქურაულის განცხადებით დევნილებმა დააზიანეს მათი კერძო საკუთრება და მათ უნდა დატოვონ ტერიტორია, რადგან ეს პროცესი, რომელიც მიმდინარეობს უკვე მეოთხე დღეა, აზიანებს კომპანიის იმიჯს და ასევე სამომავლო გეგმებს. კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით დევნილებმა ძალადობით შეძლეს ტერიტორიაზე შეჭრა და მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე იმყოფებოდა დაცვის სამსახური, ამდენ ადამიანთან გამკლავება მათ ვეღარ მოახერხეს. ათეულობით ადამიანი შეიჭრა ჩვენს კერძო საკუთრებაში. მათ ვანდალურად დაანგრიეს ჩვენი შესასვლელი კარებები, ასევე შიგნით დაამტვრიეს ბინის კარებები. ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენი დაცვის სამსახურებს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო უწყებები კოორდინირებულად იმუშავებენ და მალე აკვეთენ ამ ფაქტს. შიგნით ალბათ 60-მდე ადამიანი იქნება, ძირითადად არიან პირველ სართულზე სადარბაზოში გამაგრებული. შიდა კარებები არის ხის, ყველა ბინაში არის ფაქტიურად შიდა კარებები, ისინი დაამტვრიეს და წვავენ. ეს კორპუსები არის მშენებარე, არის დაუსრულებელი, ამიტომ იქ მინიმალური ნორმები უსაფრთხოების დაცული არ არის.
არის გარკვეულ სართულებზე კაბელები ღია და ამიტომ არ შეიძლება იქ ელექტროენერგიის ჩართვა. იგივე მდგომარეობაა წყალზე, შეიძლება დაიტბოროს გარკვეული რისკები არსებობს, ამიტომ არის ის გათიშული. კორპუსები, რომლებშიც დევნილები იმყოფებიან, შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტებით და ასევე პოლიციის კორდონით. სწორედ პოლიციის თანამშრომლების მეშვეობით ახერხებენ დევნილები მიიღონ ახლობლებისგან მედიკამენტები და საკვები, თუმცა ვნახეთ ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ მათ პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს მედიკამენტების გადაცემის უფლება. დევნილებს გარკვეული მოთხოვნები აქვთ, რომელსაც ცოტა ხანში გაასაჯაროებენ, თუმცა მანამდე ცნობილი ხდება ის, რომ მათთვის მიუღებელია პოლიციის თანამშრომლების მობილიზება და კორდონის არსებობა. ისინი კვლავ მოითხოვენ ფართების კერძო საკუთრებაში გადაცემას და შესაბამისი უწყებებისგან რეაგირებას. Ვითხოვთ ფართების დაკანონებას ჩვენთვის, ჩვენი კუთვნილი ფართების, რომელიც გვეკუთვნის 27 წელიწადია. ამ დღეში ვართ, ზოგი ქირით ცხოვრობთ, ზოგი ნათესავთ. მედიკამენტები ვერ შევაგზავნეთ ახლა, რომ ადამიანები დაგვირეკეს, რომ ცუდად ავართო და მედიკამენტების შეტანის უფლება არ მოგცეს. გუშინ რაღაცნაირად ვაძლევდნენ უფლებას, რომ შეგვეტანა, მაგრამ დღეს უკვე აღარ. აი ბოძები ნახეთ, გადაგვიკეთეს ყველანაირი გზა. არაფრის საშუალება არ გვაქვს და პატრონი არ ყავს არავინ, რომ მოგვაქციონ ყურადღება. დავიღალეთ უკვე ამდენი ქირის და ამდენი მის გადახდის უკვე საშუალება არ გვაქვს, რომ ქირის ფული გადავიხადო. შიმშილობს ხალხი და ერთ ამბავშია წყალი არ აქვს, საჭმელი არ აქვს და იმის უფლება არ გვაქვს, რომ ეს სვიტრი რო შეუტანო, რომ არ გაცივდეს. 150-მდე ოჯახი დირსის საცხოვრებელ კორპუსში უკვე მეოთხე დღეა იმყოფება, როგორც ცნობილი ხდება, სოლიდარობის ნიშნად სხვა დევნილებიც აპირებენ ადგილზე მოსვლას და აქციის გამართვას. მადლობა გვანცა, დირსის საცხოვრებელ კომპლექსში ვითარება უცვლელია, შეთანხმება ამ დრომდე არ არის მიღწეული, გვანცა გავაშელი იყო. სოციალური მუშაკები გაფიცვას წყვეტენ და სამუშაო პროცესს უბრუნდებიან. ისინი პროფესიული კავშირის დაფუძნებას აანონსებენ და ყველა იმ საკითხის განხილვას, რაზეც სამინისტროსთან შეთანხმება ვერ მოხდა, კოლექტიული მოლაპარაკების ფორმატში აპირებენ. სოციალური მუშაკების განმარტებით შეთანხმების პირობები ამ ეტაპისთვის მხარეთა შორის დოკუმენტურად გაფორმებული არ არის. ისინი იმედოვნებენ, რომ ეს პროცესი არ გაიწელება. გახსნებთ სოციალურმა მუშაკებმა დავა სოციალური სამსახურების სააგენტოს წინააღმდეგ 8 თებერვალს დაიწყეს. შედგა შეთანხმება რამდენიმე საკითხზე, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ გადაუჭრელი დარჩა. ვინაიდან ჩვენ გვგრძნობთ ჩვენს პასუხისგებლობას ჩვენი ბენეფიციარების წინაშე, გადავწყვეტეთ, რომ დღეიდან გავიდეთ სამსახურებში. ოღონდ, რა თქმა უნდა, ჩვენ პარლამენტს ვთხოვთ, რომ განახორციელოს თავისი ზედამხედველობის ფუნქცია 15 აპრილის გაგეგმილ შემოხვედრაზე. ვენეციის კომისიის ექსპერტების დასკვნის და რეკომენდაციის მოლოდინშია ქვეყანა. შეხვედრა მოსამართლეთა ასოციაციის წევრებთან გაიმართა. ასოციაციის თავმჯდომარის ლევან მურუსიძის თქმით, კომისიის წევრებს მათ კანონპროექტთან დაკავშირებული სასამართლოს პოზიცია გააცნეს და აქცენტი ალტერნატიულ კანონპროექტზე გააკეთეს. მე გავაცადე ზოგადად სასამართლოს პოზიცია მოცემულ კანონპროექტთან დაკავშირებით. და ჩვენი პოზიცია არის ერთი. ახალმა კონსტიტუციამ, რომელმაც იუსტიციის უაღრეს საბჭოს მიადიჭა უფლებამოსილება წარადგინოს კანდიდატები, ეს უნდა იყოს რეალური და არ უნდა გახდეს ფორმალური. კონკრეტული მაგალითები მოვუყვანე, რომ იმ შემოთავაზებები, რაც არის ალტერნატიულ წინადადებებში, ეს შემოთავაზებები რეალურად ფორმალურს გახდის იუსტიციის უაღრეს საბჭოს საქმიანობას მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში. მანამდე კი ვენეციის კომისიის ექსპერტები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდნენ. განხილვის თემა, რა თქმა უნდა, მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტი იყო, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მომზადდა. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ევროპელ ექსპერტებს პროექტთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები გაუზიარეს. ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ დოკუმენტის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფს. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ვენეციის კომისიას დღეს არსებული ვითარების შესახებ, ასევე კანონპროექტთან დაკავშირებით ჩვენი ხედვები და შენიშვნები, რომელიც გვაქვს და ასევე ვთქვათ, მივაწოდეთ ინფორმაცია უზენაეს სასამართლოში არსებული ვითარების შესახებ, რომ არის ძალიან ვთქვათ, გართულებული ვითარება, ვინაიდან არის ძალიან მცირე რიცხვი მოსამართლეების და
ვთხოვეთ, რომ რაც შეიძლება დროულად იყოს მიღებული გადაწყვეტილება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ წარუდგინეთ მათ მოსაზრებები, დროშის შეზღუდულობის გამო არ იყო ახლა რა თქმა უნდა ვრცლად მსჯელობის შესაძლებლობა, თუმცა მე და ქალბატონო ანამ გადავეცით წერილობით ჩვენი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვფიქრობთ დღეს არსებულ სიტუაციაზე, უზენაეს სასამართლოს კანდიდატურების წარდგენასთან დაკავშირებით და არსებულ კანონპროექტზე, რომელიც წარედგინა ვენეციის კომისიას. როგორია ქვეყანაში დანაშაული სტატისტიკა? გიორგი გახარია საკითხს არასამთავრობო ორგანიზაციებს აცნობს, აუდიენცია დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. ქეთი ქაშაკაშვილს ჩავთავთ ახლა პირდაპირ ეთერში, რომელიც ადგილზე მუშაობს. ქეთი შემთხვევით ხომ არ დასრულებულა შეხვედრა ან რა ინფორმაციის მოპოვება შეძელიში? გიორგი გახარია შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დასრულდა სულ რამდენიმე წუთის წინ, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ხდებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ამ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა იყო სისხლის სამართლის პოლიტიკა, შეცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე, ასევე ამ შეხვედრაზე ისაუბრეს დანაშაულის სტატისტიკის აღრიცხვასთან დაკავშირებით. როგორც გიორგი გახარიამ კომენტარის დროს აღნიშნა, ის ამბობს, რომ როდესაც საუბარი არის სისხლის სამართლის პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე, აქ მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა არ არის საკმარისი და მისი თქმით მნიშვნელოვანია კოორდინირებული მუშაობა ამ საკითხის გარშემო. ჩვენ სტატისტიკური აღრიცხვიანობის გაუმჯობესების შემდგომ უკვე ბაზა 1 წლის დაგვიგროვდა მონაცემების და გადავდგივართ ვაკეთებთ შემდეგ ნაბიჯს. ეს შემდეგი ნაბიჯი გახლავთ სტატისტიკური მონაცემების ღრმა ანალიზი, რომელიც უნდა გახდეს საფუძველი სისხლის სამართლის პოლიტიკის ცვლილების, რათა ის გახდეს უფრო ეფექტური. ეს არის ამ შეხვედრების ძირითადი არსი. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკაში ცვლილების არ არის მხოლოდ და მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმე. ეს გახლავთ მთლიანად მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის ძირითადი ამოცანა და რა თქმა უნდა საზოგადოების სხვა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ექსპერტები, მათ შორის არასამთავრობოები, მათ შორის პოლიტიკური პარტიებიც ამ პროცესში უნდა იყვნენ ჩართულები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ უკვე დაგვიგროვდა აბსოლუტურად ლეგიტიმური 1 წლის სტატისტიკური მონაცემები, რომლის ღრმა ანალიზით შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა უკვე დაიწყო და შესაბამისად ეს უნდა გახდეს საფუძველი, რომ რამოდენიმე თვიანი აქტიური მუშაობის შემდგომ დაახლოებით შემოდგომისთვის ყველა მხარე ერთად შევთანხმდეთ, რა სახის სისხლის სამართლის პოლიტიკა ჭირდება ქვეყანას. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. მათივე თქმით, ისინი ხედავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის ითანამშრომლოს მესამე სექტორთან და თავის მხრივ არასამთავრობოებიც გამოთქვამენ მზადყოფნას თანამშრომლობისთვის. არასამთავრობოებმა ხაზი გაუსვეს დანაშაულის აღრიცხვიანობის ახალ მეთოდიკას, ისინი ამბობენ, რომ ამით ნათლად ჩანს ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო რეალობას თვალს უსწორებს. საუბარი შეეხებოდა იმას თუ რა არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზნები სამომავლოდ, როდესაც საქმე ეხება დანაშაულთან ბრძოლას. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე სტატისტიკაზე და აღრიცხვის მეთოდოლოგიაზე. შევთანხმდით, რომ სამომავლოდ შეიქმნება კონკრეტული ფორმატი, სადაც ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ეს სტატისტიკა მივიღოთ და დავამუშაოთ იმისთვის, რომ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ჰქონდეს თუ როგორ ებრძვის დანაშაულს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვფიქრობთ, რომ ეს არის კარგი იდეა და რა თქმა უნდა ჩვენ ამ ფორმატში ჩავერთვებით. მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში გამართა სტატისტიკის წარმოება და ეს სტატისტიკა რეალურად ასახავს იმ მონაცემებს, რომელიც დანაშაულის კუთხით არის ქვეყანაში. ერთი მხრივ საუბარი იმაზე, რომ დანაშაული გაიზარდა, არის გონივრული, მაგრამ მეორე მხრივ ეს ამ ტიპის დანაშაულებთან ბრძოლა ეს არ არის მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქცია, რადგანაც გახსნის მაჩვენებელში იმდენი პრობლემა არ არის, ამდენადაც პრობლემა შეიძლება გქონდეს ზოგადად სისხლის სამართლების პოლიტიკის არასწორად დაგეგმაში. შინაგან საქმეთა მინისტრის შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან უკვე დასრულებულია. ამ წუთებში გიორგი გახარია ექსპერტებს ხვდება. მადლობა ქეთი ქაშაკაშვილი იყო პირდაპირ ეთერში. ჟენევის მოლაპარაკებების 47-ე რაუნდი იწყება. ქართული მხარე ირაკლი კვარაცხელიას, არჩილ ტატნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხს დააყენებს. ასევე ყურადღება გამახვილდება რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან უკანონო დაკავებებსა და გატაცებებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ჰუმანიტარულ პრობლემებზე.
ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციასა და შეხვედრაზე ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის საკითხზე. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხვალ დასრულდება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 3-4 აპრილს ნატოს 71 წლისთავთან დაკავშირებით ვაშინგტონს ეწვევა. დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტერიალის პარალელურად ატლანტიკური საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის მარშალის ფონდსა და მიუნხენის საერთაშორისო ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ჩაერთვება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრებთან, ასევე შეერთებული შტატების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში შეერთებული შტატების დელეგაციის ხელმძღვანელთან. იმის ფონზე რომ მინისტერიალში მონაწილეობენ მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ვაშინგტონში და მინისტერიალის პარალელურად დაგეგმილ ღონისძიებასა და ორმხრივ შეხვედრებში მონაწილეობა. საქართველოს მონაწილეობა ამ ღონისძიებებში ადასტურებს საქართველოს საკითხის აქტუალობას. მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან კარგი შესაძლებლობა იქნება საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის ამ კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესისა და სამომავლო პერსპექტივების განსახილველად. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობა და 2018 წლის საქმიანობა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში თამარ ქალდანმა ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში მთავარ პრობლემად ინფორმაციის ნაკლებობა და კონკრეტული პირის მიერ ინფორმაციის არასამსახურებრივი მიზნით გადამოწმების ფაქტების სახელდება. ანგარიში აღნიშნულია, რომ საჯარო და კერძო სექტორში მონაცემების დაცვის შესახებ ინფორმირებულობა გაზრდილია, ასევე მზარდია მოქალაქეთა მიმართვენება. დოკუმენტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე მოსმენის შემდეგ სესიაზე გაიტანენ. ჩვენი კომპეტენცია ეს არის როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორზე ზედამხედველობა პერსონალური მონაცემების დამუშავების კუთხით. ამ მიმართულებითაც საკმაოდ ბევრი გამოწვევა იყო 6 წლის განმავლობაში, რაც ეს ინსტიტუტი არსებობს, საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა, მათ შორის იმისთვის, რომ ინსტიტუციური რეფორმები გატარებული იყო პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტი გაჩენილიყო ქვეყანაში და რა თქმა უნდა ჩვენ არ უნდა შევწყვეტოთ საქმიანობა ამ სტანდარტის კიდევ უფრო მეტად ასამაღლებლად. ამ მიმართულებით როგორც პრაქტიკულ ასევე საკანონმდებლო დონეზე ბევრი რამ არის გაკეთებული, გასაკეთებელი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშის განხილვა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ქვეყანაში, სადაც პერსონალური მონაცემები და პირადი ცხოვრება გამოიყენება პოლიტიკური ზეწოლის, დაშანტაჟების, დაშინების იარაღად. გამოძიებო ორგანოები ან საერთოდ არ აიძიებენ აღნიშნულ საკითხებს, ან ვერ ცემენ დამაჯერებელ პასუხებს, თუ ვისი მხრიდან რა მიზნით და ვისი ორგანიზებით ხდება პირადი ცხოვრებით ბინძური მანიპულაცია. ტენდენცია არის პოზიტიური, ვინაიდან დაფიქსირდა პირველად 2018 წელს სამართალდარღვევების კლება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ცნობიერება და ცნობადობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით არის ამაღლებული, როგორც საჯარო დაწესებულებები, ასევე კერძო დაწესებულებები მიმართავენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს კონსულტაციებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ხელისუფლებისთვის პერსონალური მონაცემების დამუშავება და ამ მონაცემების დამუშავებაზე ეფექტური კონტროლის განხორციელება. თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებით არსებული მდგომარეობა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, თანასწორობის უფლება, გენდერული თანასწორობა, სიცოცხლის უფლების ჭრილში არსებული მდგომარეობა, პრევენციული ეროვნული მექანიზმი. ეს არის ის ძირითადი საკითხები და მიმართულებები, რომელზეც სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშია ყურადღება გამახვილებული. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ომბუდსმენის ანგარიში 458 გვერდისა და 32 თავისგან შედგება. დოკუმენტში არსებული ვითარების მიმოხილვის პარალელურად საუბარია რეკომენდაციებშიც. აღნიშნულ დოკუმენტში მოხდა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეები, მათ შორის თემრილან მაჩალიკაშვილის საქმე, ასევე ხორავაც ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე და შრომითი უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით ქვეყანაში არსებული ვითარება. ჩვენ ძალიან აქტიურად და ძალიან ნაყოფიერად ვითანამშრომლეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან 2018 წელს და გვაქვს ძალიან ბევრი მიღწევა და წინ გადადგმული ნაბიჯი. შემცირებული არის სახალხო დამცველისადმი მომართვიანობა პოლიციელის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე, თუმცა ასევე საყურადღებოა ის, რომ ჩვენ მიერ შესწავლილი მასალებიდან ირკვევა, რომ პოლიციელის ასე ვთქვათ, თითქმის ორჯერ არის გაზრდილი მთელი ქვეყნის მასშტაბით იმ დაზიანებათა მაჩვენებელი, რომლებიც დაკავებულმა პირებმა მიიღეს დაკავების შემდეგ.
საქართველოში აუტიზმის ეროვნული ცენტრი აშენდება. აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდმა პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, დედაქალაქის მერი და ჯანდაცვის მინისტრი ესწრებოდნენ. მშენებლობისთვის მიწა დედაქალაქის მერიამ გამოყო. დაწესებულება მულტიფუნქციური იქნება. მას საქართველოში ანალოგი არ ეყოლება. ცენტრი 16 წელს ზემოთ აუტიზმის მქონე ადამიანებს მოემსახურება. ამ ცენტრს ანალოგი არ აქვს რეგიონში და საქართველო იქნება პირველი, რომელიც ასეთ კომპლექსურ ცენტრს ააშენებს. დარწმუნებული ვარ, რომ აუტიზმის ეროვნული ცენტრი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ცხოვრებას და მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში. ამ მიმართულებით ჩვენ სერიოზული პრობლემები ჰქონდა წლების განმავლობაში, თუმცა 2015 წლიდან შემუშავდა სპეციალური პროგრამა, რომლის დაფინანსება დაიწყო მერიამ. დღეს უკვე 7 ჯერ არის გაზრდილი დაფინანსება ამ მიმართულებით. დაახლოებით 4 მილიონ ლარამდე იხარჯება ბიუჯეტიდან, 951 ბენეფიციარი გვყავს, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, პრობლემები, 16 წლის ზემოთ ასაკის ახალგაზრდებისთვის არ არსებობს შესაბამისი სერვისები. აქ არის კომპლექსური მიდგომა, რომელიც საჭიროებს ინფრასტრუქტურულ, ბიუჯეტურ და მეთოდოლოგიურ ექსპერტულ მხარდაჭერას. ის ღონისძიება, რისი დასაწყისიც დღეს დაანონსდა, არის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ ეს კომპლექსური მიდგომა იყოს გათვალისწინებული. კომპანია მეიჯორელის ახალი ოფისი ქუთაისში. პირველი ოფისი სააგენტოს აწარმოეს საქართველოში ინვესტიციების დეპარტამენტის ხელშეწყობით შეიქმნა თბილისში 2016 წელს, სადაც უკვე 600-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. პირველ ეტაპზე ქუთაისის ახალ ფილიალში 100 კაცი დასაქმდება, ხოლო კომპანიის წარმომადგენლების თქმით, წლის ბოლომდე 500-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის მსგავსი ტიპის ინვესტიციები, რადგან მსგავსი ტიპის ინვესტიციები წარმოადგენს ქვეყნის პრიორიტეტს. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის კომპანიის გახსნა ქუთაისში, რადგან ის პირველ რიგში დაასაქმებს 100 ადამიანს, ხოლო შემდეგ უკვე მოხდება 500-მდე ადამიანის დასაქმება. და ეს ეხმიანება ზუსტად იმ ორ პრიორიტეტს, რაც სახელმწიფოს გააჩნია, ეს არის ინკლუზიური ზრდა, რაც ნიშნავს ძალიან ბევრი ქართველი ადამიანის ჩართვას ეკონომიკის განვითარებაში და ეს მეორე, რაც არის რეგიონალური განვითარება. დაბა სურამში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყის აღდგენის პროექტს იწყებს. ინიციატივა გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეკუთვნის. მინისტრმა და გუბერნატორმა დარგეს მუხისა და იფანის ნერგები. გასულ წელს ტერიტორიაზე კვლევა განხორციელდა და დადგინდა, რომ ხეების დაზიანება ხდება მავნებლის მხრიდან. სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის კი დაგეგმილი არის დაახლოებით 6000 ნერგის და 4800 მუხის დარგვა წლის ბოლომდე. მოიჭა დაახლოებით 80-მდე მუხა, რომელიც უკვე გადაბერებული იყო, განხმარი იყო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს შერგვა. ჩვენ დღეისათვის დავდგეთ 6000-მდე ნერგი, მათ შორის დიდი ნაწილი 5000-მდე ეს არის მუხა და არის ასევე იფანი. დაზიანებული ხეების მოჭრა მოხდა. ეს არის სურამში ზინდისის ტყის ტერიტორიაზე მოიჭრა რამოდენიმე ათეული ხე, მაგრამ მათ მაგივრად დაირგო ახალი მუხის და იფნის ხეები. საერთო ჯამში დაირგვება 6000-ზე მეტი ნარგავი. ავიაკომპანია Air France-ის პირველ რეისთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო მედიას და ტურისტულ კომპანიებს უმასპინძლა. საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის გავლენიანი ტურისტული კომპანიების 6 და სამოგზაურო ჟურნალ-გაზეთების 4 წარმომადგენელს მარიამ ქრივიშვილი შეხვდა. სტუმრებს საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ტურის ფარგლებში მათ მოინახულეს თბილისის და მცხეთის ისტორიული უბნები. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები შეხვდნენ ასევე ქართულ კოლეგებს, სადაც ერთობლივი ტურისტული პაკეტების შესახებ ისაუბრეს. გამოშვების ბოლოს კი ტრადიციულად უნდა გავიგოთ თუ რა თემებზე იქნება დღეს გადაცემა ნაშუა დღეებში საუბარი. მარიამ გიორგობიანი მოკლე ანონსს გაგვაცნობს. მარიამ, გისმენთ. მოგესალმები ლიზა, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებლებს. დღეს გადაცემაში გაგაცნობთ პარა ორკესტრის პატარა წევრებს. ასევე გავიგებთ ინტერნეტის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. რუბრიკით ავტორი გიგა კობალაძე შემოგვიერთდება და საავტორო უფლებათა შესახებ ისაუბრებს. მებანჯობავა, რა თქმა უნდა, გემრიელი კერძის ახალ რეცეპტს გვასწავლის, გადაცემის პირველ ნაწილში კი მსოფლიოს საინტერესო ამბებზე ვილაპარაკებთ. ნაშუა დღეს სულ მალე ეთერშია, გვიყურეთ.
წარმატებულ ეთერს გისურვებთ. მოამბის 12 საათიანი გამოშვება კი ამით დასრულებულია. მე ახალი ამბებით 3 საათზე შეგხვდებით, ასე რომ დროებით გემშვიდობებით.